მოგესალმებით, მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ ჩვენი ახალი მიმოხილვა საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე მისტიურ და მართლაც ჯადოსნურ ადგილზე. ეს მეტეორაა. მოხერხებულად მოკალათით, რადგან დღეს ისეთ სამყაროში უნდა გამოგზაუროთ, რომელიც გარწმუნებთ ერთხელ ნახვის შემდეგ მეხსიერებიდან არასდროს ამოგივათ. დავიწყოთ არა? მოკლედ, თავიდანვე გავარკვიოთ მთავარი, რას ნიშნავს საერთოდ სიტყვა მეტეორა. ძველ ბერძნულ ენაზე ეს ნიშნავს ჰაერში გამოკიდებულს, ან ზეცასა და მიწას შორის მოლივლივეს. და იცით რა, ეს უბრალოდ ლამაზი მეტაფორა არ არის. ეს სიტყვა 100%-ით აღწერს იმას, რაც იქ ხდება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, უზარმაზარი შიშველი კლდეები და სადღაც ზემოთ მათ წვერზე შეფენილი ტაძრები, რომლებიც თითქოს საერთოდ არ ემორჩილებიან გრავიტაციის კანონებს. უკეთეს სახელს ამ საოცრებას უბრალოდ ვერ მოუძებნიდით. ნაწილი პირველი. ფენომენი ტიტანების ნამუშევარი თესალის ველზე. რაც მართლა გაოცებას იწვევს და რაზეც ახლა მინდა ყურადღება გამამახვილო, არის ამ ყველაფრის წარმოუდგენელი მასშტაბი. როცა ამ გიგანტურ სვეტებს უყურებ, მართლა გიჩნდება განცდა, რომ ეს ბერძნული მითოლოგიის ტიტანების ხელითაა აღმართული. საუბარია 400-დან 600 მეტრამდე სიმაღლის კლდეებზე. დაფიქრდით ერთი წამით. ეს არ არის უბრალოდ გორაკები. ეს არის კოლოსალური ქვის სვეტები, რომლებიც პირდაპირ თესალიის ბრტყელი ველიდანაა ამოზრდილი. თავს მართლა ჭიანჭველად იგრძნობთ ამ ხელა ბუნების ძალის წინაშე. მას როგორ გაჩნდნენ ეს გიგანტების სინამძვილეში? მეცნიერებას რა თქმა უნდა თავისი პასუხი აქვს. ეს სვეტები მილიონობით წლის წინ ჩამოყალიბდა უძველესი თბების დაშრობისა და უძლიერესი მიწის ზრდების შედეგად. წარმოიდგინეთ, როგორი ქაოსი და კატაკლიზმები ხდებოდა დედამიწაზე მილიონობით წლის განმავლობაში, სანამ ეს საოცარი პეიზაჟი გამოიკვეთებოდა. ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქ საერთოდ ვინმე ფეხს დაადგამდა. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. აღმასვლა მღვიმის განდეგილებიდან ცის ციხესიმაგრეებამდე. სწორედ აქ ხდება ჩვენი ისტორია კიდევ უფრო საინტერესო, რადგან ახლა გეოლოგიიდან პირდაპირ ადამიანებზე გადავდივართ. მოდით ქრონოლოგიას მივყვეთ. მილიონობით წლის წინ ბუნებამ თავისი საქმე გააკეთა. მერე უკვე მე-9 საუკუნეში. აქ პირველი მართლმადიდებელი განდეგილები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ კლდეების წინ მღვიმეებში სახლობდნენ. მოგვიანებით მე-14 საუკუნეში დაარსდა პირველი და ყველაზე დიდი მონასტერი, დიდი მეტეორა და საბოლოოდ 1988 წელს ამ წარმოუდგენელმა ისტორიამ სრულიად დამსახურებულად მიიღო იუნესკოს სტატუსი. მართლაც საოცარი ევოლუცია არა. მაგრამ მოიცათ, ერთი ლოგიკური კითხვა ჩნდება. რატომ ავიდნენ ბერები ასეთ საგიჟეთში? მიზეზი სინამდვილეში ძალიან პრაგმატული და დრამატული იყო. მე-14 საუკუნეში ბიზანტიის იმპერია იშლებოდა და ოსმალების თავდასხმები ყოველდღიურ საფრთხედ იქცა. ბერებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ ისეთი ადგილი, სადაც მტერი ფიზიკურად ვერ მიაღწევდა. მოკლედ, ეს უბრალოდ განმარტოება კი არა, ფიზიკური გადარჩენის საკითხი იყო. მათ პირდაპირ გაგებით ცაში აიშენეს ციხესიმაგრეები. და აი, ყველაზე გიჟური ნაწილი ამ ისტორიაში. დაფიქრდით, როგორ ააშენეს ეს ყველაფერი? არანაირი გზები, არანაირი ამწეები, ნულოვანი ტექნოლოგია, მათ ჰქონდათ მხოლოდ თოკები, ბადეები და ხის კიბეები. მთელი სამშენებლო მასალა, ქვები და თავად ეს ბერებიც ასეულობით მეტრზე, მხოლოდ ამ პრიმიტიული ინსტრუმენტებით ადიოდნენ. ეს უბრალოდ ტიტანური შრომა იყო. ამ პროცესთან დაკავშირებით ერთი ძალიან ცნობილი ლეგენდა არსებობს. როცა ბერებს ეკითხებოდნენ თუ რამდენად ხშირად ცვლიდნენ ამ გაცვეთილ ამწევ თოკებს, იცით რას პასუხობდნენ? მხოლოდ მაშინ, როცა უფალი ინებებს და თოკი გაწყდება. მართლაც ჟრუანტელის მომგროვლია, არა? ეს ერთი წინათადება ყველაფერს ამბობს მათ წარმოუდგენელ რწმენასა და უშიშრობაზე. ნაწილი მესამე. გადარჩენილები. ნახოთ, როგორია მეტეორა დღეს. ახლა მოდით აწმყოში დავბრუნდეთ და ვნახოთ, რა მოიტანა დრომ. წარსულსა და აწმყო შორის კონტრასტი საკმაოდ დიდია. თავის დროზე აქ სიცოცხლე ჩქეფდა. კლდეებზე 24 აქტიური აყვავებული მონასტერი იყო. ერთგვარი მინი ქალაქი ღრუბლებში. დღეს სამწუხაროდ ამ ისტორიული დიდებიდან მხოლოდ 6 მოქმედი მონასტერია შემორჩენილი, 4 მამათა და 2 დედათა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ისინი კვლავ იქ არიან და აგრძელებენ ისტორიას. მოდით სწრაფად გადავავლოთ თვალი ამ 6-ვე გადარჩენილ საოცრებას. დიდი მეტეორა, როგორც სახელი გეუბნებათ, ყველაზე დიდი, ძველი და შთამბეჭდავია თავისი მუზეუმით. ვარლაამის მონასტერი სიდიდით მეორეა და მაგარი ბიბლიოთეკით გამოირჩევა. რუსანუს მონასტერი პირდაპირ ნემსის წვერივით ვიწრო კლდეზეა ჩამომჯდარი. წმინდა სამების მონასტერი ნამდვილი გამოწვევა, იქ ასლა ყველაზე რთულია. წმინდა სტეფანესა და წმინდა ნიკოლოზის მონასტრები კი თავისი უძველესი ხატებითა და ბიზანტიური არქიტექტურით ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია. ხო, მართლა, აუცილებლად უნდა გითხრათ, ერთი ძალიან სახალისო ფაქტი. წმინდა სამების მონასტერი იგივე აგიატრია და იმდენად ეპიკურად გამოიყურება, რომ 1991 წელს ჯეიმს ბონდის ფილმში მხოლოდ შენითვალებისათვის გადაიღეს. დიახ, ჯეიმს ბონდი და მეტეორას ბერები. ვის ეღონა, არა, მაგრამ ეს ზუსტად აჩვენებს თუ რამხელა ვიზუალური ძალა აქვს ამ ადგილს. და ბოლოს ნაწილი მეოთხე.
აღმასვლა პრაქტიკული რჩევები მოგზაურავთათვის. მოკლედ, თავარი ის არის, რომ თუ კი ოდესმე გადაწყვეტთ ამ საოცრების საკუთარი თვალით ნახვას, 3 ოქროს წესი უნდა დაიმახსოვროთ. პირველი, ჩაცმულობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ტაძრებია. მამაკაცისთვის გრძელი შარვალია სავალდებულო, ქალბატონისთვის კი გრძელი კაბა და დაფარული მხრები. მეორე, კამერები. ეზოში რამდენის გინდათ იღეთ, მაგრამ შიგნით ფრესკებთან კამერა უნდა შეინახოთ. სასტიკად აკრძალულია. და მესამე, ფიზიკური ნაწილი. კიბეები ბევრია, ძალიან ბევრი. ამიტომ არ იჩქაროთ, ისუნთქეთ ღმად და უბრალოდ ისიამოვნეთ ამ გიზური ხედებით. საბოლოო ჯამში, ყველაფერ ამის მერე ერთადერთი კითხვა მრჩება თქვენთან. ხართ თუ არა მზად იმოგზაუროთ ზეცასა და მიწას შორის? იმედი მაქვს დღევანდელმა მიმოხილვამ ცოტათი მაინც მოგცათ мотивация, რომ ერთ დღესაც ბარგი ჩაალაგოთ და ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. ან უბრალოდ კიდევ უფრო მეტი გაიგოთ ამ თემაზე. უღრმესი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით. შევხვდებით შემდეგ მიმოხილვაში. დროებით.